მოგესალმებით. დღეს წარმოგიდგენთ მორიგ ლექციას კურსისთვის შესავალი განათლების კვლევაში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურის მიმოხილვის შესახებ, ინფორმაციის მოძიების და ინფორმაციის გრაფიკების სახით წარმოდგენის შესახებ. მოგესალმებით. დავიწყოთ მაშინ ლიტერატურის მიმოხილვით. თქვენ ალბათ გინახავთ კვლევის ანგარიშები და იცით რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ლიტერატურის მიმოხილვის შესახებ. ანუ ერთი სექცია, ან შეიძლება ერთი თავის, თუ კი ეს არის თქვა დისერტაცია, ან ესეთ სერიოზული ნაშრომი, შეიძლება კონდეს მიძღვნილი ლიტერატურის მიმოხილვას. ლიტერატურის მიმოხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კი როცა კვლევას ატარებთ და ძირითადად მოიცავს ორ ნაწილს. ანუ ერთი ნაწილი აღწერს რა თეორიები არსებობს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც თქვენ იკვლევთ და მეორე ნაწილი აღწერს იმ კვლევებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულა და რა თქმა უნდა მათი დასკვნების შესახებ გვიამბობს. როგორც მკვლევარმა თქვენ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ ის ლიტერატურა, რომელიც დაკავშირებულია თქვენ საკვლევ საკითხთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ლიტერატურის მიმოხილვა ბევრ რამეში შეიძლება დაგეხმაროთ, მაგალითად თვითონ საკვლევის საკითხის ჩამოყალიბებაში, ასევე შეიძლება მიგითითოთ რა მეთოდოლოგიით ჩატარებულა მსგავსი კვლევები, რა მეთოდოლოგია გამოუყენებიათ, რა იმუშავა, რა არ იმუშავა. შეიძლება ასევე მიგითითოთ იმ მონაცემთა ბაზებზე, ან იმ ტიპის მონაცემებზე, რაზეც თქვენ შეიძლება არ გიფიქრიათ მანამდე და ეს თქვა კარგი საშუალება იქნება, რომ გაითვალისწინოთ ის თქვენ კვლევაში. კიდევ გვახსენდება აი, თქვა იმისთვისაც არის საჭირო ლიტერატურის მიმოხილვა, რომ თქვენ დაასაბუთოთ თქვა თქვენი კვლევის მნიშვნელობა. შეიძლება თქვათ, რომ აი თქვა არსებობს აი ესეთი და ასეთი ტიპის კვლევები ჩატარებულა, მაგრამ არის საჭიროება რომ ჩატარდეს ის ტიპის კვლევა, რასაც თქვენ აკეთებთ. როგორც სოფომ აღნიშნა, შეიძლება დაგეხმაროთ მეთოდების ჩამოყალიბებაში და მეთოდების უფრო სწორად გააზრებაში. ან შეიძლება ხშირად ისიც ხდება ხოლმე, რომ ლიტერატურის მიმოხილვის შედეგად იპოვოთ კვლევა, რომელიც თქვა ჩატარებულა სხვა ქვეყანაში და ზუსტად არის იმ ტიპის რა კვლევის ჩატარებას თქვენ გინდათ და შეგიძლიათ პირდაპირ თქვა გადმოიღოთ მეთოდები ან ადაპტირება გააკეთოთ ამ მეთოდების თქვენი კვლევისთვის. კიდევ რაში გვეხმარება ლიტერატურის მიმოხილვა? მე მგონი შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ წინა ლექციაზე ჩვენ ცალკე არ გამოვყავით ლიტერატურის მიმოხილვა, როგორც კვლევის ერთ-ერთი ეტაპი, იმიტომ რომ ლიტერატურის მიმოხილვა ფაქტიურად კვლევის ყველა ეტაპზე გვეხმარება, გვჭირდება და ესე ვთქვათ, რაც უფრო ადრე გააკეთებთ ლიტერატურის მიმოხილვას იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებს, მით უკეთესია. როგორც წესი, ლიტერატურის მიმოხილვას მკვლევარები აკეთებენ მაშინ, როცა ზოგადი თემა აქვთ განსაზღვრული, აუცილებელი არ არის უკვე საკვლევის საკითხი კონდეს ჩამოყალიბებული და ასე ვთქვათ, საკვლევის საკითხის ჩამოყალიბებისას ითვალისწინებენ, ვთქვათ, ამ ლიტერატურაში რა იდეებსაც გაეცნობიან, ხო? მაგრამ არის ძალიან იშვიათი შემთხვევები, როდესაც თქვათ მკვლევარი ფიქრობს, რომ მე თუ ეხა ლიტერატურას გავეცნობი, შეიძლება ამან რაღაცნაირად ესე ვთქვათ, უკვე არსებულმა ცოდნამ შეიძლება რაღაცნაირად გავლენა იქონიოს ჩემზე და ესე ვთქვათ, რაღაც ორიგინალურამდე ვერ მივიდა. ესეთი შემთხვევები მართალია იშვიათია, მაგრამ ზოგი აკეთებს ესე, რომ ჯერ ატარებს თავის კვლევას და ლიტერატურის მიმოხილვას აკეთებს ბოლოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ გირჩევთ, რომ თავიდანვე აი მაგალითები რომ მოვიყვანოთ, ვთქვათ, მაგალითად მე ვიცი რომ მინდა ვიკულიო რაღაცა მასწავლებლების мотиваციასთან დაკავშირებით და ვთქვათ, მასწავლებლების შინაგან мотиваციას რა ფაქტორები ზრდის და აი დაახლოებით შეიძლება ვთქვათ, უფრო ზუსტად მინდა ვიკულიო, ვთქვათ, სასწავლო გარემოს გავლენა მასწავლებლების შინაგან мотиваციაზე. ამ შემთხვევაში მე შემიძლია მოვძებნო ბევრი, ვთქვათ, ლიტერატურა თქვათ სხვა ქვეყნებში, ან ევროპაში, ან ამერიკაში, ან სხვა ქვეყნებში,
როგორ აქვთ მკვლევარებს ნაკვლევი ეს საკითხი და შეიძლება დამეხმაროს ეს როგორც საკვლევი საკითხის უფრო ზუსტად და სწორად ჩამოყალიბებაში, ასევე მეთოდების სწორად შერჩევაში. ვთქვათ, რა მეთოდი შევარჩიო, მასწავლებლებზე დაკვირვება, ექსპერიმენტული მეთოდი და ასე შემდეგ. და შეიძლება ვთქვათ, თუ კი ვნახე, რომ ვიღაცა სადღაც ხარისხიანი და კარგი შედეგიანი კვლევა აქვს ჩატარებული, იგივე მეთოდები გამოვიყენო ჩემს კვლევაში. ასე შეიძლება დაგვეხმაროს ამაში ლიტერატურის მიმოხილვა. კი ბატონო. მოდი ხა ვისაუბროთ როგორ ვიწყებთ ლიტერატურის მიმოხილვას. თავდაპირველად მნიშვნელოვანია რომ ჩვენთვის საინტერესო თემიდან გამოვარჩიოთ ესე ვთქვათ ძირითადი ესე ვთქვათ საძიებო სიტყვები. ანუ რას გულისხმობთ ამ საძიებო სიტყვებში? მაგალითად, თუ კი როგორც ლელა მახსენა დაინტერესებული ვართ მასწავლებლების мотиваცია გამოვიკვლიოთ და გვაინტერესებს გარემო რამდენად ახდენს მასწავლებელთა мотиваციაზე გავლენას, ჩვენი ძირითადი საძიებო სიტყვები ამ შემთხვევაში იქნება мотиваცია და გარემო. მაგრამ ვინაიდან мотиваციაზე და მასწავლებელთა мотиваციაზე და გარემოზე შეიძლება ძალიან უზღვავი ლიტერატურა არსებობდეს, შეგვიძლია კიდევ დავავიწროვოთ ეს ჩვენი საძიებო სიტყვები და ვთქვათ, მაგალითად, სასწავლო გარემო და მასწავლებელთა ვთქვათ შინაგანი мотиваცია. და შემდეგ ამ საძიებო სიტყვებით შევესწრებით, რომ მოვძებნოთ შესაბამისი ლიტერატურა სხვადასხვა წყაროებში. ეს წყაროები შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი, მაგალითად. ანუ წყაროები შეიძლება იყოს წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ანუ ჟურნალ-გაზეთები ამ შემთხვევაში იგულისხმება პერიოდული გამოცემები, მაგრამ ასევე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო ჟურნალები, სადაც იბეჭდება სამეცნიერო კვლევები ამა თუ იმ თემაზე. შეიძლება იყოს ინტერნეტ წყაროები, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცემული პუბლიკაციები, შეიძლება იყოს სხვა ორგანიზაციების ვებგვერდები, სტატისტიკის, ასევე მთავრობის სამთავრობო ვებგვერდები ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე სტატისტიკის ვებგვერდი. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ამა თუ იმ საკითხზე. აი ეს Google Scholar არის კიდევ ერთ-ერთი ძალიან კარგი ბაზა, სადაც არის ბევრი სამეცნიერო სტატია, ასე ვთქვათ, უფასოდ. ძირითადად და ასევე არის Google Books, სადაც არის სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი, შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ უფასოდ. და შემდეგ თუ ვიფიქრებთ, რომ ეს ზუსტად ის სახელმძღვანელოა, რაც გამოგადგება, შეგიძლიათ შემდეგ დანარჩენი ნაწილი შეისყიდოთ, ხო, თუ კი ვთქვათ, გადაწყოთ, რომ ინტერნეტით მოიძიოთ და შეიძინოთ ეს სახელმძღვანელოები. გარდა ამისა, ჩვენს უნივერსიტეტს, ილიას უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი და მდიდარი ონლაინ რესურსების ბაზა. თქვენ ალბათ იცით უკვე ეს ვებგვერდი library iliauni eduji, რომელზეც მოცემულია როგორც საერთაშორისო სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემების ბაზები არის მითითებული და შეგიძლიათ მოძებნოთ, ასევე არის თავმოყრილი ილიას უნივერსიტეტის მიერ თარგმნილი და გამოცემული ნაშრომები, წიგნები და ასე შემდეგ. ეს მართლაც ძალიან კარგი ბაზაა. ჩვენ უბრალოდ ხა ძალიან დეტალურად ამაზე აღარ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ იქ ქართულად არის ყველაფერი აღწერილი. უბრალოდ შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ სხვა ბაზები არის პროფილის მიხედვით. ნუ ზოგი, ესე ვთქვათ, მულტიპროფილურია, მაგრამ ზოგი არის, ვთქვათ, მარტო ფიზიკოსებისთვის, ან შეიძლება მარტო ისტორიკოსებისთვის და ნუ შესაბამის ლიტერატურას იქ მოიძებთ და თუ კი დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ საკონტაქტო ინფორმაციაში მიმართოთ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და ისინი დაგეხმარებიან, როგორ უნდა მოძებნოთ თქვენთვის ასურველი ლიტერატურა. ერთ რაღაცას ვიტყოდი აი ამ გამოშვების თარიღთან დაკავშირებით, აი მაგალითად თუ კი წიგნებზეა საუბარი, ან თუნდაც კვლევებზე. ყოველთვის რა თქმა უნდა უკეთესია რომ იპოვოთ ის სახელმძღვანელოები და ის კვლევები, რომლებიც არის შედარებით ახალი, იმიტომ რომ რაც უფრო ახალია ეს კვლევა და ეს ნაშრომი, მით უფრო ესე ვთქვათ ახალი პერსპექტივებია მასში მოცემული, ახალი დასკვნებია გაკეთებული და ამ მხრივ ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აქ რა თქმა უნდა არ გულისხმობთ იმას, რომ თუ კი არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები, რომლებიც ვთქვათ ძალიან
მრავალი წლით ადრე გამოიცა, ვთქვათ, პიაჟეს ნაშრომები გვინდა რომ გამოვიყენოთ, ხო? ბავშვის ხო განვითარების კუთხით თუ არ დაინტერესებული. მაშინ ახლა რა თქმა უნდა გამოვიყენებთ თვითონ პიაჟეს ორიგინალურ ნაშრომებს, მაგრამ რაც მასთან დაკავშირებით კვლევებია ჩატარებული, სჯობს რომ შედარებით ახალი გამოიყენოთ. ეხლა ერთ რამეს შეგიძლიათ მიაქციოთ ყურადღება, როდესაც სახელმძღვანელოებზეა საუბარი, სახელმძღვანელოს გამოშვების თარიღს უნდა შეხედოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია შეხედოთ copyright, ანუ საავტორო უფლების წელს, იმიტომ რომ შეიძლება ეს ძალიან ძველი სახელმძღვანელო იყოს, მაგრამ ხელახლა იყოს გამოცემული და ამის მიხედვით ნახავთ რამდენად ახალია ისა. კარგით. მე მგონი მეორე ნაწილში ვისაუბროთ, იმიტომ რომ უკვე დაახლოებით 10